მე ვარ რაფაელ სანტი, დავიბადე ურბინოს 1483 წელს. ბალახით დაფარულ პატარა ქუჩებში ვხატავდი პირველ ხაზებს და მალევე მივხვდი, ხელოვნება უნდა ყოფილიყო ჰარმონია, ისეთი როგორიც ბუნებაშია. ბევრჯერ თქვეს, რომ მე ვიყავი უფრო მშვიდი და ნაზი, ვიდრე ჩემი დროის სხვა ოსტატები. შეიძლება ეს სიმართლეა. ჩემი მიზანი არ იყო ქვასთან ბრძოლა, როგორც მიქელანჯელოსი და არც დაუღალავი ექსპერიმენტები, როგორც ლეონარდოსი. მე ვეძებდი ბალანსს, სრულყოფილ პროპორციებს, სულიერ სიმშვიდეს, როცა ვხატავდი სიქსთის მადონას, მინდოდა ადამიანებისთვის არ მეჩვენებინა მხოლოდ წმინდანის სახე. არამედ დედის სიყვარული, ნაზი და მარადიული. ბავშვთა თვალებში იმალება იმედი, რომელიც სამყაროს გადაარჩენს. ჩემი ყველაზე ცნობილი ნამუშევარი, ათენის სკოლა, არ არის მხოლოდ ფილოსოფოსთა პორტრეტები. ეს არის ადამიანის გონების ზეიმი. პლატონი და არისტოტელე, მეცნიერები და მოაზროვნეები. ყველა ერთადერთ სივრცეში. თითქოს მთელი ცოდნა ერთ დიდ დიალოგშია შეკრებილი. მე ცოტა ვიცოცხლე, მხოლოდ 37 წელი. ბევრს უკვირდა, როგორ მოვასწარი ამდენის გაკეთება. სიმართლე ისაა, როცა დრო მოკლეა, ყოველი დღე ძვირფასია. ამიტომ ვცდილობდი, ყოველი ნახატი ყოფილიყო დასრულებული. და თუ რამე მინდა რომ დამიმახსოვროთ, ეს არის, ხელოვნება არის ჰარმონია. როგორც მუსიკაში, როგორც სიყვარულში, როგორც ცხოვრებაში. იპოვეთ თქვენი ჰარმონია და ის გახდება თქვენი უკვდავების გზა.